მშვიდობისა ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ არხი ავსტრალიონიკას ვიდეო. უпростоრად ვიდეოს პირველი ნაწილი, არის კიდე მეორე ნაწილი, მაგრამ ჯერ არა დადებული. სადაც ალფრედ ბილეკი ყვება ფილადელფიულ ექსპერიმენტზე, პროექტ ფენიქსზე და ფარულ მეცნიერებაზე. ალბათ ჩემი ასაკის ხალხს ჩემი ასაკის რა მაშინ სად იყო ინტერნეტი, მაგრამ რაც ინტერნეტი გაჩნდა, ბევრჯერ არის მცდელობა, უბრალოდ ბევრჯერ იყო მცდელობა გაეხსნათ საიდუმლო ფილადელფიური ექსპერიმენტისა, რომელშიც მონაწილეობდა თვით ეინშტეინიც. ამ ფილადელფიურ ექსპერიმენტზე მე გავიგე პირველად იმის შემდეგ, როდესაც დავიწყე ინსაიდერების მოსმენა, როდესაც დავიწყე არხ ავსტრალიონიკას მოსმენა, როდესაც გადავთარგმნე პენი ბრედლის ინტერვიუები, რადგან პენი ბრედლიც ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში ამ ფილადელფიურ ექსპერიმენტზე. მე რაც გავიგე, იმას გეტყვით ახლა ერთი-ორი სიტყვით. მე რაც გავიგე, მაგრამ ძალიან გამიკვირდა, როდესაც ახლა წავაწყდი ამ ვიდეოს, რატომ? თუმცა არ უნდა გამკვირებოდა, რადგან გახსნა დაიწყეს გასაიდუმლოებული ინფორმაციის გახსნა თანდათანობით. რაღაც ნაწილის და დღევანდელი სტუმარი, რომელიც ყავს არა, ეს ვიდეო გადათარგმნილია ინგლისური ენიდან და დადებულია არხ ავსტრალიონიკაზე, არხ ავსტრალიონიკა 2-ზე, ავსტრალიონიკა 3-ზე. დიახ, არის სამი ავსტრალიონიკა არსებობს არხი, ავსტრალიონიკას არხი, ავსტრალიონიკა 1 და ავსტრალიონიკა 2. და მე და ის კაცი, ეს ვინც ყვება, ძმები ყვებიან ამ ექსპერიმენტზე, ისინი დღეს ყვებიან სიმართლეს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. ანუ მათ მისცენ ეთყობა უფლება თქვან, ილაპარაკონ ამ თემაზე. თვითონ ეს კაცი და მისი ძმა იყვნენ მონაწილეები ამ ექსპერიმენტისა. ახლა გეტყვით, თუ მიახლოებით გეტყვით ახლა, თუ მანამდე რას ეუბნებოდნენ ხალხს, როგორ ხსნიდნენ ამ ექსპერიმენტს. ხათაშორის სადღაც წაკითხული მაქვს ამ ექსპერიმენტზე, მე მგონი. კაი, რა მნიშვნელობა აქვს და თურმე ეინშტეინი და რამდენიმე მეცნიერმა გადაწყვიტეს ჩაიტარებინათ ექსპერიმენტი აი ზუსტად არ მახსოვს ერთი წუთით არ მახსოვს რასთან დაკავშირებით იყო ეს, მაგრამ ამათ ჰქონდათ რაღაც დანადგარი. ხო, ახლა გამახსენდა, მაპატით ხანდახან მავიწყდება. ესე იგი, აქ თუ არ ვცდები ტელეპორტაციასთან დაკავშირებით იყო ეს ექსპერიმენტი, ანუ ხომალდი უნდა გაექროთ და ეს ხომალდი უნდა აღმოჩენილიყო სულ სხვა ადგილას. ანუ უნდა გადაედგილებინათ ხომალდი. ხო, და ხალხს უთხრეს, რომ ამ ექსპერიმენტში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი ხომალდი. მე მაშინ არ ვიცოდი თუ რამდენი ადამიანი იყო ამ გემზე, უпростоრად, ხომალდი არა, გემზე. და ეს ექსპერიმენტი არ ჩატარდა და წარმატებულად. აქამდე დღემდე მე ვიცოდი ასე. ხალხი გაქრა, უბრალოდ
რა არის იცით? იმ ტექნოლოგიის მოქმედებამ, რომელმაც ეს ხომალდი გააქრო და თითქოს უნდა გადაადგილებულიყო სხვა ტერიტორიაზე, ამ მუხტმა გამოსული ამ დანადგარიდან, რომელიც იდგა გემის ბორტზე, გააქრო, ესე იგი დაშალა მოლეკულამდე ყველაფერი. თუ რაღაც მოხდა ისეთი, ის დაიშალა თვითონ მეტალი, მაშინ იმ დროს თურმე სუფთა მეტალისგან აკეთებდნენ გემებს, ეს ახლა ალუმინის ნარეს ხმარობენ, თორემ იმ დროს იყო სუფთა მეტალისგან გაკეთებული გემი. და ერთი გემი მონაწილეობდა უთხრეს ხალხს და სინამდვილეში თურმე ამ ექსპერიმენტში 3 გემი მონაწილეობდა. და გააქრა ახლა ეს გემი, და მე ვიცი რომელიღაც წყაროდან რომ 4 მეზღვაური, 4 ვინც იყო ამ გემზე გადახტა. ხო გადახტა, აი მე ჯერ იმას გეტყვით, რაც მე გამიგია. სანამ დღეს ეს ვიდეო გაჩნდებოდა. იმიტომ რომ ხალხს ყველაფერს არ ეუბნებოდნენ. 4 მეზღვაური გადახტა. ხო, დღევანდელი ვიდეოდან ვიცი რომ 2 გადარჩა, 2 ძმა. 2 დაიღუპა თურმე. და ხალხი გაქრა. ნაწილი ხალხისა გაქრა. და როდესაც ეს გემი ნახეს სადღაც სიახლოვეს, შორს აცაწასულა ის გემი, ნახეს სადღაც სიახლოვეში, არ მახსოვს ზუსტად სად ნახეს, მაგრამ ამერიკის ტერიტორიაზე იყო ის. და ნაწილი მატროსებისა საუბედუროდ შეერივა ამ კედლის გემის კედელი რომ ისევ აღდგა, მოლეკულები შეუერთდა, როცა აღდგა ეს გემის კედლები ისევ გადაადგილების დროს ეს დაიშალა მოლეკულარულ დონეზე და მეორე ადგილას რომ გადაადგილდა, იქ უკვე შეგროვდა თავიდან, ხო ხდება ასეც და ამ გემში მოხდა ცოცხალი ხალხი. ანუ ხალხის კიდურები და თავი და ფეხები მოჩანდა, ხალხის ნაწილები. ამაზე როდესაც მოყვა პენი ბრედლიმ ჟურნალისტებმა დამიარა, რომ წარმოვიდგინე რა დღეში იყო ხალხი. და პენი ბრედლი ამბობდა, რომ გემის კედლიდანო, კორპუსიდან უпроსტორად თავი მოჩანდაო, მერე სხვა ადგილას ხელი მოჩანდაო, სხვა ადგილას ფეხი მოჩანდაო, კიდევ რაცხა სხეულების ნაწილები მოჩანდაო, რომლებიც იყო გაჭედილი ამ კედელში. ანუ ეს მეტალი და ორგანული ადამიანების სხეული ამ ახალ ადგილზე გადაადგილების დროს და იქ ასე ვთქვათ გამოჩენის მომენტში მეტალი და ორგანული აირია ერთმანეთში და ხალხი გაიჭედა ამ კორპუსის კედლებში. საკურველი ის ხალხი დაიღუპა. წამოგიდგენთ ახლა გემიდან მოჩანს ფეხი, ხელი, თავი, საჯდომი, ან მე არის ძართული სანახავი იქნებოდა. წამოიდგინეთ. მე კი გამიგონია აქამდე ამ ექსპერიმენტზე, მაგრამ ზედაპირულად და პენი მოყვა დეტალურად, მიახვევით თუ რა მოხდა. და ახლა მე მინდა თქვენ შემოგსავაზოთ სრული ინფორმაცია, უბრალოდ მე კი არა, ასტრალიონიკა. სუნდა შემოგთავაზოთ მსმენელს სრული ისტორია
ამ ფილათებიული ექსპერიმენტისა, რომელიც დამთავრდა წარუმატებლად და თურმე, რომელშიც მონაწილეობდა 3 გემი, მაგრამ დარჩენილი 2 გემი სად გაქრა? ამაზე ჯერჯერობით არ ამბობენ არაფერს, მაგრამ მე ერთხელ გამიხარდა, დღეს მოусმინე მეც მაგას, სანამ ჩავწერდი, მაინტერესებდა. გამიხარდა, და კიც გამიკვირდა, თუმცა არ უნდა გამკვირებოდა, რადგან თანდათანობით იწყებენ გაცაჯაროებები დაწყებულია უпростоრად. მას მოდით მოვუსმინოთ ნამდვილ ისტორიას, თუ რა მოხდა სინამდვილეში ფილადელფიული ექსპერიმენტის ჩატარებისას, რომლის მოწმეები არიან 2 ძმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ექსპერიმენტში და რომლებიც არიან იმ 4-დან, რომლებიც გადახდნენ ოკეანეში. 4 ადამიანი გადახდა ოკეანეში, 2 დაიღუპა და ეს ძმები 2 გადარჩა და ისინი ყვებიან დღეს თუ სინამდვილეში რა მოხდა. მას დავიწყოთ. კიდევ შეგახსენებთ, რომ ყვება ამის შესახებ ალფრედ ბილეკი. კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ალფრედი სულად ყავს იქ ამერიკაში ვიღაცას შოუზე. მე ხარ ვიცი ვინ არის ეს პიროვნება და ჟურნალისტი ეკითხება ახლა ალფრედ ბილეკს, რას წარმოადგენდაო ფილადელფიის ექსპერიმენტი. მეორე იქ 2 ჟურნალისტი ის და მეორე წამყვანი ეუბნება ახლა ამ ალფრედ ბილეკს, თავიდანვე ეს ექსპერიმენტი იყო გასაჯდომლებული. პრესტონში იმ დროს პროექტის დირექტორად იყო დანიშნული ნიკოლა ტესლა. ხო, რა შედიოდა ამ ექსპერიმენტის მიზანში? გაეგოთ, შეიძლება თუ არა, ობიექტი გახადო უხილავი. ეს იყო ამ ექსპერიმენტის მიზანი. ვერ გავიხსენე ყველაფერი. ხო, ამას ყვება, არა, ამას თურმე ყვება ალფრედი. სტუმარი. ხო, უნდათო ესე იგი გაეკეთებიანთო ისე რომ თვითმფრინავები და საერთოდ ტექნიკა სამხედრო გაიხადათო უხილავი. და ეს ყველაფერი კეთდებოდა სამხედრო მიზნებისთვის. და ეს პროექტი დაიწყო 1931 წელს ჩიკაგოში და შემდეგ ეს პროექტი გადაიტანეს ინსტიტუტში და 40-იანი წლებისთვის ჩაიარა პირველმა წარმატებულმა ცდებმა. ბრუკლინის ხო და ექსპერიმენტი გადაიტანესო ბრუკლინის გემთ შენ ქარხანაში. და ამას სათავეში ჩაუდგაო ტესლა და ის იყო დანიშნული თვით ფრანკლინის თხოვნითო. შემდეგ მაგათმა ისევ გასაიდუმლესო პროექტი და დაარქვესო პროექტი ცისარტყელა. და ამ პროექტს ჰქონდაო ასეთი სახელწოდება მანამ, სანამ მივიდოდნენ ფინალურ სტადიამდე. ფილადელფიის ბუხტაში, ელტრიჯში, ცნობილი როგორც ელტრიჯი, ამის მიზანი იყო გემი გაეხდინათო უხილავი რადარებისთვის. ამის მიზეზი იყო ის, რომ მაშინ მიდიოდა ომი, ეს იყო 53 წელიო. გერმანელები ძირავდნენ ჩვენ გემებს ატლანტიდაში. 50% ჩვენი გემებისა იყო ჩაძირული გერმანელების მიერ. მაპატიეთ ტელეფონი ვარდება, ამიტომ ქანაობს ვასწორე. ჩვენ ვერ გავდიოდითო ევროპაში ამის გამო,
და ვზარალდებოდითო მაგრად გემების გარდა გვეკარგებოდაო სამხედრო პირები იღუპებოდაო სამხედრო პირები ჯარი იმ დროისთვის გერმანელებს ჰქონდათო ძალიან კარგი ხარისხის რადარები და ჩვენ გვინდოდაო ჩვენი გემები უჩინარი გაგვეხადაო ამ გერმანელების რადარებისთვისო თავიდან როდესაც ეს ექსპერიმენტი ამ ექსპერიმენტის ჩატარება დაიწყო უნდათ რომ საერთოდ უხილავი გაეხადათ სამხედრო ტექნიკა მაგრამ შემდეგ უკვე იძულებული გახსნენო იმისთვის რომ გერმანელი რადარები როდესაც გამოჩნდაო რომ რადარები ხედავდნენო ჩვენ ტექნიკას ჩანდაო რადარებზე ჩვენი ტექნიკა 51 წლისთვის უკვე რადარები იყო შემოტანილი პირველი სინჯი ამ რადარების გამოყენებისა მოხდა 38 წელს მაგრამ ეს იყო გასაიდუმლოებული 38 წლამდე რადარები არ არსებობდა 51 წელს კი ფლოტი უკვე აყენებდა რადარებს მაგრამ 40 წლამდე არავის არ ანერიულებდა რადარები მაგრამ ანერიულებდა ოპტიკური უხილო ასე ვთქვათ ადარდებდათ ოპტიკური ხედვა ანუ ოპტიკურადაც უნდათ რომ არ გამოჩენილიყო ტექნოლოგია სანამ რადარების გამოიგონებდა მაგრამ რადარების დაყენება რო დაიწყეს უკვე ესეც დაემატა პრობლემად წამყვანი ეკითხება ალფრედ თუ ტექნიკა გახდებოდა უხილავი გერმანელისთვის წლებისთვის ესე იგი ჩვენთვისაც გახდებოდა უხილავი ტექნიკა ჩვენც ვერ ნახავდითო და იქნებოდა შეიქნებოდაო კიდევ ახალი პრობლემა ჩვენები შეეჯახებოდნენ ერთმანეთს ანუ ამ შეჯახებას თავს ვერ ადებდნენო ვერ არიდებდნენო რადგან ვერ ნახავდნენო და შემდეგ უბრალოდ მაგათმა გადაიფიქრეს ოპტიკურად გაიხადათ უხილავი რადგან ეს პრობლემა შექმნიდაო საერთოდო ჩვენთვისათო და ამიტომ გადაწყვეტეს რომ მხოლოდ წლებისთვის გაიხადათო უხილავი ესე იგი დანადგარების მხრიდან ეს გამოცდები იყო წარმატებული მაგრამ მეორე მხრივ ამათ პრობლემებიც მოიტანაო ამის შემდეგ პროექტი დახურესო 57 წლამდე ამ წამყვან სტუმრად ყავს 3 ადამიანი ერთ-ერთი არის ალფრედი და ახლა სტუმრად ერთვება მეორე ადამიანი ისა სტუმრად ერთვება მეთქი მაპატიეთ ხოლმე არ ვლაპარაკობ ხანდახან საუბარში ერთვება ერთ-ერთი მეორე სტუმარი და ის ამბობს რომ ერთ-ერთ მაგათმა გამოიყენესო ელტრიჯი ერთ-ერთ გემზე დააყენესო უზარმაზარი გენერატორი ელექტრომაგნიტური ველის რეგენერაციისთვის იმისთვის რომ გამოეწვია უხილადობა ალფრედი პასუხობს რომ ყველაფერი უფრო რთულად იყო მაგრამ ფაქტიურად ეთეგივე იყო ეს და ის ექსპერიმენტი ელექტრომაგნიტური ველების ზემოქმედების ქვეშო და ამას დამატებული რჩეული სიხშირეები ბრუნვა ამ ველისა და ამას დამატებული კიდევ გრავიტაციული ველი და ამას დამატებული კიდევ ტახიონული ველი რომელიც დაკავშირებულია დროსთან ეს ტახიონული ველი დაკავშირებულია დროსთან ესე იგი ურთიერთობაზე მოქმედება ამ სამ ველთან ელექტრომაგნიტურ ამ ტახიონურ ველთან და სიხშირეებთან სიხშირეთა ენერგია იგივე ამ სიხშირეები რომელიც ასე ვთქვათ გამოყოფს გამოიმუშავებს სიხშირეებს უშემ სამი ამ სამი ველის ზემოქმედების ქვეშ ეს სამი ველი
დამატებული ეს მესამე ტახიონური ველი, რომელიც დაკავშირებულია დროსთან, სამივე ერთდროულად მოქმედებდა დროზე. ამიტომ ეს უფრო რთული იყო, ვიდრე გეჩვენებოდა. ძალიან რთული იყო ამ ექსპერიმენტის ჩატარება. მაგრამ ურთიერთ დაკავშირების შედეგად, ურთიერთ მოქმედების შედეგად ელექტრომაგნიტური და რადიო სიხშირის ველთან ერთად ამ ველების ზემოქმედებასთან დაკავშირებით გენერაციის ორი ცალკე სისტემა ზუსტი მათემატიკური გამოთვლებით იმისთვის, რომ გამოეწვიათ საჭირო ეფექტი. ახლა საუბარში ჩაერთო წვერებიანი კაცი, მესამე სტუმარი. მაპატიეთ მისი სახელდაგვარი არ ვიცი. აჰა, აგერ ვნახე წარწერა. ტეტ ლომანი. ვიღაცა შეეჯახებაო ისეთ მეცნიერებას, რომელიც ჩვეულებრივი მეცნიერების საგნის მიღმა გადისო. ხო, ისეთ მეცნიერებას შეეჯახებაო, რასთან დაკავშირებით ალბათ იტყვიანო, რომ ეს არის სიცრუე, რადგან სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად გაფრენა შეუძლებელიაო დროში გადაადგილება, მოგზაურობა და საერთოდ რა შეუძლებელიაო გახდე უხილავი. და მით უმეტეს შეუძლებელიაო გახადო გემი უხილავი. საუბარს აგდელებს ალფრედი. თუ დაუბრუნდებითო არა. ტედ ლუმანი არ ყოფილა იკაცი, ეს ტედ ლუმანის შოუა თურმე. და ალფრედი აგძერებს საუბარს. მე და ჩემი ძმაო შევედითო ფლოტში. ესე იგი სამხედრო ფლოტში დავიწყეთო მსახურება. მაშინ მე ვიყავიო ედვარდ კემერონი, ეს არისო ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი, ედვარდ კემერონი. მე და ჩემო ძმამო დავამთავრეთ უნივერსიტეტი და მივიღეთო დოქტორის ასე ვთქვათ წოდება, ფიზიკის დოქტორის წოდებები და გვეგონაო, რომ ყველაფერი ვისწავლეთო, ყველაფერი გავიგეთო. შემდეგ ჩვენ მოგვიწიესო პრისტონში განვითარებული ტექნოლოგიების ინსტიტუტში და 90 დღიანი მომზადების შემდეგ ფლოტში ჩვენ გაგვაცნესო ჭეშმარიტი ფიზიკა. საიდუმლოდ იყო ჭიდრო თანამშრომლობა, ჩვენ გქონდათო ჭიდრო ურთიერთობა საიდუმლოდ გერმანელებთან. განვითარებული ტექნოლოგიები, რომელიც არსებობდა იმ დროს, იყო ჩვენი ფიზიკის ფარგლების მიღმა რთული აღსათქმელი. იქ იყო ეფშტეინი, იყო ფომანი, იყო დოქტორი ალექსანდრე, იყო ბეიბლინი. იქ იყო ძალიან დიდი შტატი და მისი იქ მთავარი იყო ეინშტეინი. და ისინი იქ ახდედნენ ისე რაღაცებს, რაც უბრალო ადამიანს მოეჩვენებოდა შეუძლებელი. ჩვენთანო იყვნენო მუშაობდნენ უпроსორად ცნობილი გერმანელი მეცნიერებიო, გერმანელები და სხვა კიდევ ძლიერი მეცნიერებიო. წამყვანი ეკითხება ალფრედს, შენ საიდან იციო ეს ყველაფერი? მე კი ვიციო შენ საიდან იციო, მაგრამ მაყურებელმა არ იცისო. მე იქიდან ვიციო ეს ყველაფერი, რომ მე თვითონ მონაწილეობდიო ამაში. წამყვანი ეუბნება, გამოვიდა ფილმი, დოკუმენტური ფილმი ანგარი რაღაც ნომერი დაასახელა, არ მახსოვს. და გამოვიდა აგრეთვე დოკუმენტური ფილმი ფილადელფიური ექსპერიმენტი.
ანგარი 18 ფილმს ეწოდება ანგარი 18 და ფილმში დოკუმენტურ ფილმში ფილადელფიური ექსპერიმენტი შენ მონაწილეობდიო ამაში რაც აქ არის ნაჩვენები ალფრედი პასუხობს კიო მე მონაწილეობდიო ეს ფილმი ისტორიაო რაღაც მომენტამდე სადღაც 12-14 წუთი შემდეგო მიდის სიცრუეო წამყვანი ეკითხება შენ და შენი ძმა კემერონი სინამდვილეში იყავითო ამ გემის ბორტზე დიახო ჩვენ მართავდითო დანადგარს სხვა გემის გუნდთან ერთად სხვა გუნდის სხვა წევრებთან ერთად და შემდეგ რაღაც წავიდაო არასწორად დიახო რაღაც წავიდაო არასწორად პასუხობს ალფრედ იქ იყო მინიმალური გუნდი და შემდეგ რაღაც ისე არ წავიდაო როგორც იყო ჩაფიქრებული და ჩვენ წამყვანი ეკითხება და თქვენ გემი დატოვეთო დიახო ჩვენ გადახვდითო წყალში გემი დავტოვეთო როდესაც გემი აღმოჩნდაო გიპერსივცეში მაგრამ ჩვენ არ ვიცოდითო ეს გემი სად იმყოფებოდაო წამყვანი ეკითხება მე შენთვის არასდროს მიკითხიაო რისთვის გადახდითო თქვენ წყალში რატო დატოვეთო გემი ეკითხება წამყვანი ალფრედს რატო და როდესაც ჩვენ მივხვდითო რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვიდაო მართვის ოთახში ჩვენ გადავწყვიტეთო რომ გადახვდარიყავითო რადგან დანადგარი ვერ გავთიშეთო და როდესაც ჩვენ ვერ შევძელითო დანადგარის გათიშვა მივხვდითო რომ ექსპერიმენტი გამოვიდაო კონტროლიდან რუბილნიკები ვერ ჩამოვწიეთო გაიჭედაო ადგილიდან ვერ დავანძრიეთო და ჩვენ ვიცოდითო რომ გეგმის მიხედვით არ მიდიოდაო საქმე ჩვენ ვერავის დაუკავშირდითო რადიოთი ვიყავითო ასე ვთქვათ მოჭრილი უფროსობას ხალხთან კონტაქტს გაწყვეტილი ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ გაგკვეთებია ის რაც ჩავთვალისო საჭიროდ იმ მომენტისთვის იმ სამართავ ოთახში გაჩნდა რაღაც ელექტრონული არკების მაგვარი გაჩნდა ანუ გიპერსივცე დროს შეიცვალა და ამ დროს როდესაც რაღაცა კარიბჭე მაგვარი ზემოქმედება ხდება ველების მხრიდან არკები ჩნდება ელექტრონული არკები როგორც ფანტასტიკურ კინოებში თუ გინახავთ და ეს ელექტრონული არკები ჩვენ ცხოვრებაში არ გვინახიაო ადრე ყველაფერი გამოვიდაო მართვის კონტროლისაგან ჩვენ ვერ შევძელით ტექნიკის გათიშვა ამიტომ გავაღეთ კარები და გამოვიდითო პალუბაზე გემის პალუბაზე და ნახეთო ხალხი რომლებიც იქეთ-აქეთ დაბორიალობდნენო არადა იყვდენო გათიშულები ის ხალხი გათიშულები დადიოდნენ ჩვენ ვიყავითო დაცულები რადგან ჩვენ ვიყავითო შიგნით ამ ველის შიგნით ესე იგი ამათმა ეს აპარატი რომ ჩართეს ეს დანადგარი ხო შიგნით იყვნენ და ამ დანადგარს აქცევდნენ ყურადღებას კონტროლს უკეთებდნენ და ესენი დაცულები აღმოჩნდნენ რადგან იყვნენ შიგნით და ამან ისინი გადაარჩინა ამ ველის მოქმედებისაგან და რადგან ეს ველი მოქმედებდა მთელ გემზე მთელ იმ ტერიტორიაზე ხალხი რომლებიც პალუბაზე დადიოდნენ იმათაც იმოქმედა ისე რომ ეს ხალხი რაღაც განსაზღვრული დროის გავლის შემდეგ იყვნენ მენტალურად როგორ გითხრათ შერყეულები და ბოლოს ისინი ჭკუაზე გადავიდნენ ჩვენ კი ვიყავითო დაცულები
ველები, რომლის გენერიზაცია ხდებოდა იქ, იყო ძალიან ძლიერი, ძალიან მძლავრი და ვმფ-მა ამერიკის სამხედრო ძალებმა შეგნებულად დატოვა ეს ხალხი პალუბაზე, რომ შემდეგ დაკვრებოდნენ თუ ხალხი როგორ მოიქცეოდა. ანუ და ეს მცირე რაოდენობით თანამშრომლები, სადღაც 15 ადამიანი სპეციალურად აირჩიეს, საერთოდ 150, მინიმუმ 150 ადამიანი მუშაობს გემზე, მაგრამ ამ ექსპერიმენტისთვის დაიტოვეს მხოლოდ 15 ადამიანი. და ჩვენ სადაც ვიყავითო სამართავ ოთახში, იქ ყველაფერი იყო რკინისგან, კარის რკინისგან იყო და ამიტომ დაცული ვიყავითო. არის კიდევ ერთი მასალა სახელწოდებით ბერმუდული სამკუთხედი. და там არის სხვადასხვა ეპიზოდები, სადაც მოიხსენიებენო ფილადელფიულ ექსპერიმენტს და ელდრიჩს. რაღაც მომენტში იქ ნანახიაო, რომ გუნდის წევრები ბორძზე, ისინი ვინც არ იყვნენ გემის კორპუსში, ასე ვთქვათ, ჩაქვავებული, გაჭედილები, სპონტანულად ქრებოდნენ. ანუ ვინც დაიღუპა, ვინც გადახდა, და ვინც გადაურჩა, ისინი ქრებოდნენ სპონტანურად, უჩინარდებოდნენ. ხო, ეს კითხა წამყვანმა, მე სწორი ყოფილა, ეს ყოფილა ტედ რომანის შოუ. და ხალხი უქრებოდა თანდათანობით, ამბობს ახლა ეს წამყვანი. იმ ფილმში ბერმუდულ სამკუთხედზე ნახსენები იყო ფილადელფიის ექსპერიმენტი. და ეს ეკითხება, რომ იქანიო არისო ნაჩვენები თუ როგორ ქრებოდაო სპონტანურად ხალხი. და იქ მოჩნდაო ერთი ადამიანი, იყო ერთი ადამიანი, რომელსაც ჰქონდაო პერიოდიული პრობლემა. უხილავობასთან დაკავშირებით, რომელსაც ვერ აკონტროლებდაო. შეეძლო გამქრალიყო უცებ, ან უცებ გამოჩენილიყაო, ანუ გახდა უჩინმაჩინი. ფილმი ხომ იცით უჩინმაჩინი? ხო, თითქოს ეს ადამიანი გაშეშდებოდაო, გაქრებოდაო, შემდეგ გამოჩნდებოდაო, მობრუნდებაო და არც კი ახსოვდაო თუ რა მოხდაო. და ეს იყო ნაჩვენები ფილმში, ამბობს წამყვანი. მაგრამ იყო უფრო საინტერესო მომენტები და ამის შესახებ შეიძლება მოყვა თვით კარლოს ალიენდამ. და წამყვანი ეკითხება, ვინ იყო ეს კარლოს ალიენდე? ალფრედი პასუხობს, ის იყო დამკვირვებელი და მონაწილეობდაო წიგნის დაწერაში სახელწოდებით დოვოდი პოლსუ ენ ლეო. ამას ახლა გადაგითარგმნით რას ნიშნავს. ანუ წიგნი, რომელიც დაწერა კარლოს ალიენდემ, ითარგმნება ქართულად, ჯერ რუსულად გეტყვით, შეგახსენებთ სახელწოდებას დოვოდი პოლსუ ენ ლეო. ანუ ამოუცნობი ფრინავი ობიექტების სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტები. ესე იგი, ეს კაცი ყოფილა ასტრონომი, ეს კარლოს ალიენდი, რომელმაც დაწერა წიგნი და მოგვიანებით ფიგურირებდა დიდ გამოძიებაში. ის პირად საუბარში ვიღაცასთან 60-იან წლებში მან უпростоრად ვიღაცასთან საუბარში 60-იან წლებში თქვა, რომ ერთი მეზღვაური ბორძზე ელდრიჩში, რომელსაც ჰქონდა, იყო ერთი მეზღვაური ელდრიჯის ბორძზე, რომელსაც ჰქონდა ძალიან სერიოზული და უცნაური პრობლემა. მისი ერთ-ერთი ხელი ხდებოდა ყოველთვის უხილავი, ანუ არ ჩანდა ერთი ხელი. ის იყო სრულიად ფუნქციონალური, ჯანმრთელი ფიზიკურად, მაგრამ იყო უხილავი.
წამოგიდგენთ ახლა ადამიანი დგას კონტინენტში უცებ გაუქრება ხელი უჩიმაჩინივით და ის აიძულესო დაბინტული ხელით ევლო რომ ხალხს შეკითხვები არ დაესვათო ან ვინმე არ დაეზიანებიაო მისი უხილავი თვალით და შემთხვევით არ შეჯახებოდათო მის ხელს მის უხილავ ხელს ზოგი ადამიანი დაიწვაო ცოცხლად რომელსაც და ამ სიტუაციას უწოდებენ სპონტანური წვა спонтанный алебадоба. Был наблюдателем, и он участвовал в написании книги «Доводы в пользу НЛО» одного астронома, который написал книгу и позже фигурировал в большом расследовании ВМФ. Сноски были написаны человеком по имени Карлос Альенде, и он в личной беседе с кем-то, и это было в 60-х, сказал, что был еще один моряк на борту Элбриджа, у которого была очень серьезная и странная проблема. Одна из его рук стала постоянно невидимой. Она была полностью функциональной, физически здоровой, но невидимой. И они заставили его ходить с перебинтованной рукой, как будто он повредил ее, чтобы люди не задавали вопросов, и чтобы они случайно не наткнулись на его невидимую руку. Сколько из людей столкнулись с возгоранием или тем, что называется спонтанным возгоранием? Я помню только двоих. И было несколько тех, кто просто полностью исчез с палубы. Было двое, кто прыгнул за борт, кроме меня и Дункана, и они погибли, они... იყო ორი რომელიც გადახდა წყალშიო ჩემი და დონკანის გარდაო და ისინი დაიღუპაო ისინი გაქრენო მომენტალურად გაქრენო და მათ ისინი არავის უნახიაო შემდეგ იყვნენ ისითებიცო რომლებიც სადღაც შევიდნენ წავიდნენო სადღაც მოხდენო და აი არჩანარიანო აგრეთვე იყო ისეთები რომლებიც დავარდაო პალუბაზე და ჯამში 4 შეუერთდა ამ გემის კორპუსს როცა აღდგა ეს გემის კორპუსი актерия они в итоге 4 вплавились в стальную палубу палубაში корпусში არა კედელში კი არა პალუბაში რო დავარდნენ პალუბაში გაიჭედნენ ჩაიცვარკენ ასე ვთქვათ იმიტომ რომ ასე წერია и в итоге 4 вплавились в стальную палубу а двое в переборке ანუ 4 პალუბაში ჩაფლავდა გაიჭედა ან ჩაისვარკა რა ვიცი როგორც გინდათ ისე მიიღეთ მაინც სამწუხაროა ყველანაირი ეს სიტუაცია და ორი კიდევ პერებორკაში ანუ კედელში მოხდა ხო ძალიან საშინელება იყო თურმე პენიბერლი რომ ყვებოდა ამის შესახებ კამანდა 11 მეზღვაურისაგან და 6 ოფიცერისაგან შედგებოდა გუნდი შედგებოდა 11 მეზღვაურისაგან და 6 ოფიცერისაგან საერთოდ ჩვეულებრივი გუნდი გემზე შეადგენს მიახლოებით 150 კაცს მაგრამ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ მათ არ ჭირდებოდათ ბევრი ხალხი იმაზე მეტი რაც იყო საჭირო იმისთვის რომ გემი გაეყვანა ბუხტაში იქ გაიჩერებინა და ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი და ბევრი ამ გუნდის წარმომადგენლებიდან იყვნენ ამ პალუბის ქვეშ ამიტომ ისინი იყვნენ დაცულები ანუ დაზარალდა ისინი ვინც ზევით იმყოფებოდა რადგან ისინი იყვნენ დაცული ფოლადით როგორც გითხარით ადრე გემს აკეთებდნენ სუფთავსკელი ფოლადისაგან მაგ დროს გამოიყენებოდა ძალიან მსხვილი მყარი ფოლადი დღეს კი ბევრი გემის კარკასი კეთდება საერთოდ ალუმინისაგან
წამყვანი ერთი წუთით იჭრებიანი კაცი ამეთქი ის ეკითხება ახლა ალფრედს თქვენ როდესაც გადაწყვეტითო გემის დატოვება და გადახდითო ბორტს მიღმა კი მე ვიცი რომ თქვენ ამის შესახებ თქვითო მაგრამ როდესაც თქვენ გადახდითო ბორტს მიღმა თქვენ აღმოჩნდითო 1993 წელს იმ პერიოდში 1993 წელი იყო მომავალი მაგრამ სანამ აღმოჩნდებოდითო 1993 წელში მანამდე თქვენ მოხდითო რომელიღაც ადგილში უფრო შორეულ მომავალში მიახლოებით იცითო რა შორეულ მომავალში აღმოჩნდითო თქვენ ეკითხება ხა ისტორიებიანი კაცი მეორე არ ვიცი ვინა წამყვანია თუ ისე ესწრება ალფრედი პასუხობს კიო ვიციო მაგრამ ამ ინფორმაციის ნაწილის განხილვას მე ვერ შეძლებო პირადი მიზეზებიდან გამომდინარე და ნაწილი მე უკვე სადღაც მოვყევიო სავარაუდოდ ჩვენ აღმოჩნდითო მომავლის კონკრეტულ მომენტში ჯერ ჩვენ ვიყავით ძალიან დაჭრილები ამ გადასვლის პერიოდში ჩვენ დაგვაწინესო სამავტყოფოში მე და დუნკანი დაგვაწინესო სამავტყოფოში და როდესაც ჩვენ გამოჯამრთელდითო ჩვენ დაგვაბრუნეს უკან 1993 წელსში არის ძალიან დიდი უცნაურობა რადგან როდესაც ჩვენ გადახდითო ბორტის მიღვა ბუკვალურად გადახდითო არსად რადგან იქ გიპერსივცე იყო გახსნილი გიპერსივცე და ესენი გადახდნენ წყალში მაგრამ რომელი დროის წყალში გადახდნენ არ იცოდნენ სად გადახდნენ მაგრამ მაშინ ეს არ იცოდნენ გადახდნენ სადღაც მაგრამ ჩვენ ფიქრობდითო რომ მოხდებოდითო წყალში რომ გადახდითო ბორტის მიღვა ჩვენ გვეგონა რომ მოხდებოდითო წყალში ჩავარდებოდითო მაგრამ ამის მაგივრათო ჩვენ მოხდითო ტუნელის მაგვარ რაღაცაში და ამ ტუნელში რომელიც ეტყობა ვერტიკალურად მიდიოდა ჩვენ ვარდებოდითო ძალიან დიდხანს ეტყობა გიპერ სისტემა რომ შეიქმნა ეს გიპერ სივრცე უпростоრად რომ შეიქმნა გაჩნდა ეგრეთ წოდებული თხუნელის ტუნელები და ამ ტუნელში ეტყობა კარიბჭე გაიღო ტუნელი გაიხსნა და ესენი აღმოჩნდნენ ტუნელში და ტუნელი იყო ეს გზა რომელიც ეტყობა ვერტიკალური გზა გაიარეს ამათ ტუნელი იყო ვერტიკალურად განლაგებული და დიდხანს ვარდებოდითო ამ ტუნელში ეს ხდება ხოლმე როდესაც ერთი დროდან მეორე დროში აკეთებენ გადასვლას ან ხტებიან ხვრელებში აი ასეთი სიტუაცია იქაცაა და ჩვენ რატომღაც აღმოჩნდით პროექტ მონჩი ოღონდ 1923 წელს ჩვენ უცებ არ მოხვედრებავთო იქ ჩვენ მოხდით ზუსტად თუ გვახსოვსო სანამ 1993 წელში მოხდებოდითო ჩვენო მოხდითო ჯერ როგორც მე ზუსტად მახსოვსო 2227 წელს ჩვენ იქა нас საწანუა ანუ ჩაგვითრიაო ამ დროში ამ 2227 წელში ჩვენ ჩაგვითრიაო ბუკვალურად იქ ჩვენ ვიყავითო მიახლოებით ერთვაზე მეტი შემდეგ ისე ვიყავით გამოშვებული 1993 წლის 12 აგვისტოში ღამის 12 აგვისტოში ანუ ამ დროს დააბრუნეს უკან ამ დროში 1993 წლის 12 აგვისტოს ღამით მოხდნენ აქ მიახლოებით ღამის 2 საათზე მოხდითო სადაც ჩვენ დავიშვეთო ჩვენივე ფეხებზე დავიშვითო და ეს იმართებოდა ვიღაცით ან რაღაცით რატომ იყო გაკეთებული მასიო ჩვენ არ შეგვიძლია თუ დრო ზუსტი პასუხი მოგცეთო მაგრამ რადგან ჩვენ არა გვაქვსო
ზუსტი პასუხი არ ვიცითო რა გითხრათო რაღაცა მოხდაო ამის შემდეგ ჩვენ წაგვიყვანესო ლიფტით მიწის ქვეშ და ჩვენ იქ შეხვდითო დოქტორ ფონ ემანს და ჩვენ არ ვჯეროდათო რომ ეს მართლა ფონ ემანი იყო წამყვანი ეკითხება რა შეგიძლია შენ მოყვეო 2237 წელზე მე ამ მომენტში ვიტყოდიო რომ მე ამ თემაზე დავასრულიო საუბარი წამყვანი ეკითხება ვარდება სულ ტელეფონი წამყვანი ეკითხება თუ შეიძლებაო რამე გავხადოთო უხილავი რატომ არ შეიძლებაო მთელი ჯარი გავხადოთო უხილავი არაო პასუხობს ალფრედი ამისთვის არანაირი წინაღობი არ არსებობს მოდითო მე თქვენ მოგიყვებითო კიდევ ერთ პროექტზე რომელიც საჯაროდ არასდროს განხილულაო მაგრამ ეს პროექტი ცნობილია სახელწოდებით ფენიქსი რასაკვირველია ეს იყო საერთო პროექტი რომელიც დაიწყო 1957 წელსო და ის იტირდა სხვა პროექტებსაცო მათ შორის ფილადელფიური ექსპერიმენტის გაგრძელებასო 57 წლის შემდეგ ის მასში შედიოდაო უხილავობის გამოკვლევა და ცნობიერების კონტროლი ცდილობად შედიოდაო მასში და იქ იყო დროის ტუნელები მონტოქში იყო დროის ტუნელები და ვიეტნამში იყო გამოცდილი ბევრი უცნაური ჩატარებული უბრალოდ ბევრი უცნაური პროექტების ექსპერიმენტები და ასევე ხელსატყუების კვლევები და ექსპერიმენტები ეს იყო მეათე პოლიგონი საექსპერიმენტო ცდებისთვის სამხედროელებისთვის ცეულის წარმომადგენლებისთვის და ბევრი კიდე ვიღაცაებისთვის და შენ შემეკითხო მე რატომ არ შეძლესო მაგენმა მაგალითად უხილავი გაიხადა თუ ჯარი მოდით მე უფრო შორს წავალო და გეტყვითო რომ მე მქონდა საუბარი ერთ ადამიანთან და მე ამას რაც გავიგე ამ კაცისგან თქვენ გაგიზიარებთო ეს მოხდაო ვიეტნამში 1965 წელს იმას მისცენ დანადგარების და ხელსატყუების კომპლექტი რომლებიც გამოიყურებოდა როგორც ხობების სტოლბები მიახლოებით ისეთივე სიმაღლის ისეთივე დიამეტრის ისინი იდგა მყარ დასადგომებზე და ჩვენ გვითხრეს რომ ეს მილები ასე თქვათ დაგვეყენებინა ხოში მინის ბილიკზე ორივე მხრიდან ჩრდილოეთის მხრიდან და კიდევ ორი მისგან მიახლოებით 1 კილომეტრში სამხრეთით არ იყო არანაირი შემერთებელი პროვოდები არ ქონდა იმას უბრალოდ ბოძები იდგა იყო მხოლოდ მართვის პულტი რითაც იმართებოდა ეს სტოლბები ეს მილები ხობის მილები ასე ვთქვათ და ისინი იყო სრულიად ხილული ანუ ჩანდა რომ დააყენეს ეს ბოძები მას ამ ადამიანს ვის ხელშიც იყო ჩამრთველი ამ ტექნოლოგიისა მას უთხრეს რომ
მას ასწავლის თუ როგორ უნდა ჩაერთო ეს ხელსაწყო. მას ჰქონდა პულტი. კიდევ გავიმეორებ, რომ არანაირი პროვოდები არ ჰქონდა. არანაირი პროვოდები ამ მილებს შორის არ იყო, ამ სტოლბებს შორის უბრალოდ. მხოლოდ ჩვეულებრივი ცალ-ცალკე მდგარი სტოლბები, ხობეს რომ აკეთებენ და სტოლბებს რომ გავენ, იმდაგორი იმის ზომის, იმ დიამეტრის. მაგრამ არც ეთქა ჰქონდა, არც არანაირი პროვოდები. და მხოლოდ ერთი პულტი იყო. და ამ კაცმა ეს, ვის ხელშიც იყო ეს პულტი, გახადა ეს სტოლბები უჩინარი, უხილავი. და მეტი არაფერი შეცვლილა. მხოლოდ უჩინარი გახადა ეს ზაბურის მაგვარი სტოლბები. ხო, მაგრამ სტოლბები ხო ადამიანები არა? სტოლბები კი გახდა ეს მილები უჩინარი, უხილავი, მაგრამ არავის შეეძლო მისი ნახვა და რა იყო იმის მიზანი, რომ ეს სტოლბები გაიხადათ უხილავი. თან ეს სტოლბები ყველა დაყენებული იყო ხოშიმინის ბილიკზე. მაგრამ მიზანი იყო ის, რომ ხოშიმინის ასე ვთქვათ ჯგუფი ჩრდილო კორეიდან გამხრალიყო. როდესაც ისინი წამოვიდოდნენ ამ ბილიკზე. ანუ ისინი გაქრეს სრულად. ესე იგი, მე ამას გეტყვით ერთ-ორი სიტყვით. ამ პულტის მიხედვით ჩართეს გიპერსივცე. როგორც გემზე გააკეთეს და გააქრეს გემი და ხალხი. ისეთივე მეთოდით, ოღონდ ეს იყო სტოლბები და არა გემი. ჩართეს ეს გააქრეს სტოლბები, ანუ გიპერსივცის ესე იგი, როგორც მე ხა ჩამოვთვალე ველები, იმისთვის რომ გიპერსივცე შეექმნათ გემზე, ელექტრომაგნიტური ველი, რა ქვია მაგას დამავიწყდა. მოიტადეთ გავიხსენებ. ხო, ეხლა ვერ გავიხსენე და იქ არის რამდენიმე ველი ერთად, გენერირდება რამდენიმე ველი. და ველმა გააქრო ეს ჯარისკაცები. ანუ სხვა გიპერსივცეში გადაადგილა ეს კორეელი ჯარისკაცები, ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. 57 წლის შემდეგ უხილავობის გამოკვლევების ჩათვლით და აგრეთვე ცნობიერების კონტროლის ჩათვლით მაგ დროში იყო ძალიან ბევრი ტუნელები მონტაკას ტუნელებს უწოდებდნენ. მაგრამ ჯარის ომის დროს ვიეტნამში იყო გამოცდილი ბევრი უცნაური პროექტები და დანადგარები. და როდესაც ჩრდილო კორეის ჯარისკაცები გაქრნენ ამ ბილიკზე სრულიად, ისინი არავის უნახია იმის შემდეგ, მაგრამ ამ ველის, ამ გენერირებული ძლიერი ველის გაფართოება დაიწყო და გაფართოვდა იმ დონემდე, რომ ამერიკელების ჯარზე გადავიდა, მივიდა სადაც იყო განლაგებული ამერიკელის ჯარები. ხო, თანდათანობით ველი გაფართოვდა და ვინც კი იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ყველას აქრობდა. რის შემდეგ ხელსაწყოების გათიშვა მოუწიათ და ამ ხელსაწყოების ეს ხელსაწყოები მოაცილეს იქაურობას. წამყვანი ეკითხება, ხო, მე არ მახსოვს, სად გამიგონიაო ამის შესახებ, მაგრამ
შეიძლება ინგლისელებისგან ვიცი ეს ამბავი. მე ამბობს ალფრედი ქონდა კონტაქტი ისეთ ადამიანთან, რომელიც მონაწილეობდა ამ პროექტში. გვარსო ვერ ვიტყვიო. და საკაკრავო ეკითხება წამყვანი ეს კორეელი, ჩრდილო კორეელი ჯარისკაცები. სადღაც სხვა განზომილებაშიო, სადღაც, მე არ ვიციო სად. რადგან ეს ხელსაწყოები რამდენადაც მე ამიღწევაო იმ ადამიანმა იყვნენ გაკეთებული ალბათ არ იყო გაკეთებული ჩვენი მიწიერი მეცნიერებითო, რადგან მათზე არ იყო არც ზედაპირული დამაგრებები, არც შურუპებით შენაერთები, ადგილები, იყო თითქოს და სრულიად ჩამოსხმული. და პრიალა ზედაპირი ქონდაო. არანაირი კვების, წყაროების, ასე ვთქვათ, ნიშნები არ ქონდაო. არანაირი შემერთებელი მართულები არ ქონდაო. ესე იგი წამყვანი ეკითხება, შენ გინდა თქვა, რომ ეს ხელსაწყოები გააკეთა უცხო პლანეტებმა, ეს ხელსაწყოები იყო უცხო პლანეტარულები? შეიძლება კიო, ყოფილიყო უცხო პლანეტარულები, მაგრამ მე ისინი არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვიო, მაგრამ აღწერის მიხედვით ჩანსო, რომ მასეც იყო ეს ტექნოლოგიები იყო უცხო პლანეტარული. წამყვანი ეკითხება, მე მაქვს ორი შეკითხვა, რომელიც ძალიან მაინტერესებსო და არასოდეს არ მიმიღიაო სრული პასუხი და შეიძლება ახლა ვერ მივიღო. პირველი კითხვა. რაც მეტყოდიო იმის შესახებ, თუ როგორ მოხდიო შენ მარსზე და იმის შესახებ, თუ რა მოხდა ყველაფერი ისე შენ ეუბნება ალფრედ დაგემართა ყველაფერი ისე როგორც ფილმში გახსენება. ანუ ვსპომნით. უნდა გავიხსენო. ვსპომნით. ხო, მე მინდა ამის შესახებ გესაუბრო, ცოტა დაგელაპარაკო და მე მინდა გავიგო უცხო პლანეტელების ინტერესის შესახებ დროში გახლეჩვასთან, დროის გახლეჩვასთან 53 წელსო და 83 წელსო. აუ, ხო. მინდა დაგელაპარაკო, რა ინტერესი ქონდათ უცხო პლანეტელებს დროის გახლეჩვასთან 53 წლის და 83 წლის წლებში რა მიზნები ქონდათო ამ პლანით, ამ საკითხებში. მაგრამ სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარსო, ჯერ მოგვიყვებითო მარსზე. რადგან მსმენელებს სმენიათო, რომ 53 წელს გემის გაქრობა იყო ერთ-ერთი პროგრამის ნაწილი. და მოდითო ხალხს ავუხსნათო, რა შაშიაო აქ მარსი. ესე იგი ჩვენ გადახვდითო უხილავობიდან მარსზე. და ხალხმა რო გაიგოსო, მოდითო ახსნათო, რაზე აქვს საუბარი. ხო, პასუხობს ალფრედი. ხო, ალფრედი პასუხობს. ფილადელფიური ექსპერიმენტი იყო დასრულებული უკეთესესა 53 წელს ელდრიჯზე, გემს ერქვა ელდრიჯზე კატასტროფის გამო. და უნდა ითქვას, რომ იყო კიდე ორი გემი, რომელიც მონაწილეობდა ამ ექსპერიმენტში 013 და 078. მაშინ მე მათ შესახებ არაფერი ვიცოდიო. მე მათ შესახებ გავიგებ მხოლოდ შარშანო გადადგომილი ოფიცერისაგანო, რომ ფლოტ ყავდაო 3 მინოსი, რომლებიც მონაწილეობდა ამ პროგრამაში და მათ სამივეს გავშთათ რაღაც პრობლემები. და ერთი
ამ ექსპერიმენტის დროს ჩაიძირავ საერთოდ პროგრამა იყო დახურული და განხილული ისა ადგენილი 1957 წელს. ესე იგი, სპეციალურად შეგროვილი მეცნიერებისგან ებრაული და გერმანული წარმოშობისა იყვნენ გამოყვანილი გერმანიიდან, ნაცისტური გერმანიიდან პერიოდში 300 მაპატიეთ 33 წელი 1933 წლიდან 42 წლების ჩათვლით. ამ პერიოდში იყვნენ ისინი გამოყვანილი ნაცისტური გერმანიიდან. ბევრი მათგანი ბერმადგანის გამოყვანაში დაეხმარა მამაჩიმი, რადგან ჰქონდა კონტაქტი საჯაშუშო სააგენტოსთან. ისინი იყვნენ ორგანიზებულები იმისთვის, რომ ემუშავათ და გაეგრძელებიათ ნაცისტური გერმანიის სამუშაოები ცნობიერების კონტროლთან დაკავშირებით ნაციონალურ ბრუკჰეივენის ნაციონალურ ლაბორატორიებში. ეს იყო პროექტი ფენიქსის საწყისი. ბევრი სხვა პროექტები შევიდა ფენიქსის პროექტის შემადგენლობაში. იქ იყო პროექტები ცნობიერების კონტროლზე, იქ იყო გაგრძელება ფილადელფიური ექსპერიმენტისა, რომელმაც ისევ შეცვალა სახელწოდება და გააგრძელა თავის სამუშაოები დროსთან, დრო და დროის განმავლობაში, გამოშვებით მის წინა გამოკვლევებთან. ყველაფერი მიდიოდა წინ და მონტაჟში პროექტი, რომელიც იყო ფენიქსის პროექტის ნაწილი, გადიოდა ეს პროექტი ლონგ-აილენდში, დაიწყო ეს პროექტი ლონგ-აილენდში და ეს იყო 70-იანი წლების შუა წლები, სადღაც 70-იანი წლების დასაწყისი და ის მასში ის შეიცავდა უფრო სწორად დროის ტუნელებს, მაგათმა დაამუშავეს ის, რაც ჰქონდათ 44-45 წლებში დროის მოძრაობების გეგმაში, ესე იგი, ყველანაირი დროის მანქანები და გადაადგილებები დროში, მაგრამ დაჭირდათ ბევრი წელი იმისთვის, რომ შეძლოდათ ამ პროცესების მართვა და შემდეგ გაედიდებიათ ეს პროცესები იმისთვის, რომ შემდეგ ემართათ ორი ელემენტებით ერთდროულად. არა მხოლოდ ჩვენი მდგომარეობით დროში, არამედ თქვენი ფიზიკური ადგილსამყოფელობითაც და სამყაროშიც ჩვენი გალაქტიკის ჩარჩოში. მას შეეძლოთ ორივე პროცესების მართვა ერთდროულად და ეს იყო ძალიან წინწესული ტექნოლოგია. ეს ტექნოლოგია არ მოვიდა ჩვენგან, ის ჩვენ მოგცენ უცხო პლანეტელებმა და ეს იყო თანამშრომლობა უცხო პლანეტელებს და ამერიკას შორის, ან კერძო ინტერესი ჩარევით მონტაჟში. მონტაჟი არა, შესწომითა მონტეკია სინამდვილეში. ამ პროექტს ჰქონდა ძალიან ბევრი მიზანი. პირველი ის, რომ უცხო პლანეტელებს უნდათ გამოეყენებინათ ეს პროექტი და მათ ამის უფლება მისცენ. მეორე მომენტი ის, რომელიც გამოჩნდა, რომ დროის ტუნელი გახდა სრულად მუშა და მათ ჰქონდათ არჩევანი დროში გადაადგილების შესაძლებლობა და ფიზიკურ სივრცეში გადაადგილება ერთდროულად, არა მხოლოდ დროში, არამედ სივრცეშიც. მაგრამ ახლა ჩვენ მოგვიყვები ეუბნება წამყვანი, როგორ მოხდიო შენ მარსზე. ვიდეო პირველი ნაწილი ამ ვიდეოში დამთავრდა. როგორც კი გამოჩნდება ამ ვიდეოს მეორე ნაწილი, მოგაწოდებთ. ხვალამდე. მადლობთ ყურადღებისთვის.